მარტოხელა დედა, ანუ განაჩენი, იყო მარტო ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში. შეძლო აღზარდო შვილი მაშინ, როდესაც გარემო ფაქტორები შენზე დიდ გავლენას ახდენს. ფილმის მთავარი გმირი სწორედ ასეთი დედაა. დამოლოს საკუთარი შვილი მეზობლებისგან, ნათესავებისგან, მეგობრებისგან, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ მასზე ბევრს ილაპარაკებენ, გაკიცხავენ და დაამცირებენ. ფილმს საფუძვლად რეალური ისტორია უდევს, რომელიც საქართველოში მოხდა. შემთხვევით შევესწარი საუბრობდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, ამ ისტორიასთან დაკავშირებით, რომ არის ქალი, რომელიც მალავს თავის შვილს, იმიტომ რომ ქმარი არ ყავს. როცა ძებნა დავიწყეთ, რომ ხმად შევედით, აღმოაჩინე, რომ 40,000-ზე მეტი ქალი არის მარტოხელა დედა. რეჟისორ რატი წითელაძის ნამუშევარი მაკედონიის საერთაშორისო ფესტივალზე 855 ფილმს შორის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ნინო ვარსიმაშვილი დააჯილდოვეს. ასევე პრიზის მფლობელი გახდა ფილმის ოპერატორიც. დედა უკვე 100-მდე საერთაშორისო ფესტივალზე 40-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს და არაერთი პრიზის მფლობელიც გახდა. არ ველოდებოდი ამდენ საერთაშორისო გამოხმაურებას თუ მოვიპოვებდი. მათთვის ეს თემა არის ეგზოტიკური, ეგრე უყურებენ, ეგზოტიკური ის, რაც არ უნახიათ, არ უფიქრიათ. რატი წითელაძე ქართულმა საზოგადოებამ სპორტსმენის ამპლუაში გაიცნო. შემდეგ იყო არაერთი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი. პროექტი ცეკვავენ ვარსკვლავები მისი პოპულარობის კიდევ ერთი კარგი საშუალება იყო. თუმცა როგორც თვითონ ამბობს, მიუხედავად დიდი წარმატებისა, თვითრეალიზება სწორედ კინოფილმებში შეძლო. ფილმში შეგიძლია იყოს ჩვეულებრივად 3 თვე მოდელი, 3 თვე პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ცხოვრება შეგიძლია იცხოვრო. საკითხები, რაც მე მაღლებს, შემიძლია მაძლევს კინოხელოვნება იმ საშუალებას, რომ ვილაპარაკო, რაც მე შინაგანად მაღლებს. დედა საფესტივალო ცხოვრებას კვლავ განაგრძობს. 7-დან 10 დეკემბრის ჩათვლით ქართულ ისტორიას ჰოლივუდში, ამერიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე შეაფასებენ. ნინო ვარსიმაშვილს კი საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაციაზე განიხილავენ.